ღამე მშვიდობისა, ბავშვებო. მე ვარ ნინო მარგოლაშვილი. დღეს არის წიგნის კითხვის 86 დღე და დღეს უნდა წაგიკითხოთ ჰელენ ბორტენის ძალიან ლამაზი და წარმოსახვითი წიგნი, რომელსაც ახლა თქვია შენ ხედავ იმას, რასაც მე ვხედავ. ნახოთ. მე ვხედავ ხაზებს და ფორმებს და ფერებს. ყველგან სადაც კი გავიხედავ. ეს ხაზია, ეს ფორმა, ეს კი ფერია. როდესაც ამებს ერთმანეთთან შეერთებ, გამოდის სურათი, ნახატი. ზოგიერთი ნახატი მაცინებს ხმამაღლა, ზოგიერთი კიდე ტირილს იწვევს ჩემში. ზოგიერთი ნახატი ისეთ აღტაცებას გვრის, გეგონება ატრაქციონზე ავდივარ და ჩავდივარ. ზოგიერთი კი ისეთი ვეჩუმია, როგორც მაგალითად ფიფქები, რომლებიც ძირს ეცემაო. ეს იმიტომ, რომ ხაზები, ფორმები და ფერები მათში განსხვავებულად არის განლაგებული. ხაზები, რომლებიც ზემოთ და ქვემოთ მიემართებიან, მაღლა, ზემოთ წევენ. სანამ ისეთი მაღალად არ ვიგრძნობ თავს, როგორც მაგალითად სამრეკლო არის. ან ისეთი გაწელილი, როგორც მაგალითად რეზინის ლენტას რო წელავო. მახსენდება ძალიან შთამბეჭდავი სიმაღლის რაღაცები, მაგალითად გიგანტური კალიფორნიული სეკვოია, სხეები, ან შუქურა, რომელიც ზღვაზე ამოიწევა ზემოთ, რაკეტა, რომელიც მაღლა ცას იკვლევს და კეთილშობილი მეფეები თავიანთ ნაკეცებ დავარდნილი კაბებით. ბრტყელი ხაზები, გვერდიდან გვერდამდე მიმავალი, მამშვიდებს, სიმშვიდის განცდას მანიჭებს. მახსენდება მიწები, რომელიც მოხნული არის და სოფლებში გადაჭიმული არის ხოლმე. და მახსენდება ჩემი თავი, როგორ ვლივლებდი და ვტივტივებდი გლუვ ტბის ზედაპირზე, როგორც ხის მორიო. დახრილი ხაზებს შეუძლია, რომ პირდაპირ დიდი სისწრაფით ჩამომიყვანოს ქვემოთ, როგორც მაგალითად სასრიალოზე, ან ციგურებზე ვსრიალებდო. ან შეუძლია მაღლა ჰაერში ამიყვანოს წყვილი თხილამურებით. ეს დახრილი ხაზები აიწონა-დაიწონას გავს. ზოგჯერ ისინი მაღლა ადიან, ზოგჯერ კი დაბლა ჩამოდიან. ხაზები შეიძლება იყოს მოხრილი და გადახრილი, როგორც მაგალითად რბილი ნიავის და დაბერვისას ხორბლის რიგები შეიძლება გადაიხაროსო. სხვანაირად შეიძლება ხაზები გადაიხაროს. ხაზები, რომლებიც ტეხილად, ზიგზაგისებურად იხრება, თითქოს ატკაცუნდებიან მალეო. მაფიქრებს მახსენდება ასეთ დროს ჭექაქუხილი, ან ესეთი დაკლაკნილი თის წვერებიო. ვხედავ უზარმაზარ ყბას ნიანგის, რომელიც ფართედ აქვს გახსნილი და სავსე არის, დაკბილული არის მისი ყბაო, რომელიც მზად არის, რომ მოულოდნელად უცბად შახუროს ეს თავისი ყბაო და გადკაცუნდეს. ხაზები შეიძლება მომრგვალებულად, რკალისებურადაც მოიხაროს. მაგალითად, ხაზი როგორც აქვს გედს, რომელიც სილამაზით და გრაციოზულობით არის სავსეო. შეიძლება აიწიოს და მოიხაროს ესე ნელა, ზარმაცად, როგორც მაგალითად ყვამლი ამოდის ხოლმეო. შეუძლია მოცეკვავისავით იბზრიალოს. ან
წყალივით იდინოს და იტრიალოს ნაკაჭისად, რომელიც სავსე არის დაწინწყული თევზებით. ხაზები შეიძლება იყოს ისეთივე თხელი და დელიკატური, როგორც ობობის ქსელია. ან ისეთივე მძიმე და შავი, როგორც ლომის გალის სვეტებიაო. ხაზები შეიძლება იყოს მავთუხლართის ღობესავით დანაწევრებული. ან ისეთივე გლუვი, როგორც მაგალითად დედიკოს საკერავყუთში ძაფი გვხდებაო. ყველგან, ჩემს გარშემო ყველგან ხაზებს ვხედავ. წვრილი და სქელი ხაზები. ისეთი მორცხვი და მყაფიო ხაზები. დაკლაკნილი და სწორი ხაზები. მყარი და რბილი ხაზები. ისეთი რა ქვია, აწეწილი და გასწორებული ხაზები. სწრაფი და ნელი ხაზები. სადაც არ უნდა გავიხედო, ვხედავ ხაზებს, რომელიც ქმნიან სილამაზის ქარგებს. თქვენც ხედავთ? ხაზებს თუ საკმარისად გადახრე, ის წრეთ იქცევა. წრე არის ფორმა, რომელიც არის ესეთი საზეიმო, მხიარული. ის შეუძლია ბურთივით იგორაოს, ან ბუშტივით იტივტივოს. ან მაგალითად ეშმაკის ბორბლად იქცესო. შეიძლება იყოს ისეთივე მშვიდი, როგორც მთვარია. ისეთივე თქვათ სათუთი, როგორც კატა არის მომრგვალებლად რო წევსო. ან ისეთივე ბუთქუჩა და მხიარული, როგორც სანტა კლაუსი არის. ზოგიერთ წრეს შეუძლია გამაცინოს კიდეცო. ოდესმე გინახავთ ბაყაყი როგორ მღერისო, ის თავის ყელს გაბერავს ბუშტივითო და მერე იქიდან ესეთი ხმები ამოწო. როდესაც 4 სწორი ხაზი ერთმანეთს შეხვდება, აი ასეთ ფორმას ვიღებთ. და ამ ფორმას კვადრატს ეძახიან. ახლა კვადრატი ისე ვერ იგორავებს როგორც ბურთი, მაგრამ მას შეუძლია იდგეს მყარად, როგორც მაგალითად კორპუსები არიანო. კვადრატებს აქვთ ძალიან მოწესრიგებული, მოზომილი შესახედაობა, როგორც მაგალითად ფანჯარას ან ჭადრაკის დაფასო. მაღალი შენობები კვადრატს გავს, რომელიც გააწელეს, სანამ მაღალი და დაწვრილებული არ გახდა. აი ასეთ ფორმას მართკუთხედს ეძახიან. დიდი ქალაქი გავს კვადრატების და მართკუთხედების ლაბირინთს, რომელიც ერთმანეთზე არის დალაგებულია, ხოლო პატარები კიდე დიდში არის ჩასმულია. როდესაც 3 სწორი ხაზი შეხვდება ერთმანეთს, არის ასეთი ფორმისო. და ამ ფორმას ეძახიან სამკუთხედს. მეჩვენება, რომ სამკუთხედი თითქოს ეკაჩება და აწვება რაღაცნაირად ძლიერი ხისტი გზითო. და ზოგჯერ სამკუთხედი მიბიძგებს, რომ იქით გავიხედო, საითაც მიუთითებს. მაგალითად, როგორც ისრის პირი არის, როგორც სანიშნეებზეო. აი, რამდენიმე რამ, რომელიც სამკუთხედს გავს. ნაყინის, ვაფლი, აფრები, კარა, ხე, ისრები, ისრის პირი. ერთ დღესაც რეაქტიული 6 თვისფრინავი მიფრინავდა ცაზეო და გავდა 6 ვერცხლისფერ სამკუთხედს, რომლებიც ესე რიგში მიფრინავდნენ. და ოდესმე გინახავთ ცბიერი, წითელი მელა, მისი წვეტიანი სახე თითქმის ისეთივე ბასრია, როგორც სამკუთხედი.
ყველგან ჩემს გარშემო ყველგან ფორმა მოხდება. წვრილ, გაჩხინკულ და სქეულ ხაზებს, გლუვ ხაზებს და ანუ ამ ის ბურთებიან ხაზებსო, შეჭყლეტილ ხაზებს და ამოგდებულ ხაზებსო. შენს ფორმა გაქვს. და ასევე აქვს ფორმა შენს ძაღლს და შენს სათამაშოებს, შენს ყვავილებს და პეპლებს შენს ბაღში. იცი? ყველაფერს ჩვენ სამყაროში აქვს ფორმა. ყველაფერს თავისი ფერიც აქვს. სხვადასხვა ფერი, სხვადასხვანაირად გვაგრძნობინებს თავს, როგორც ხაზები და ფორმები. წითელი ისეთი ცხელია, როგორც მტკაცუნა ცეცხლი. და ლურჯი ისეთივე გრილია, როგორც მთისნაკადული. ყვითელი ისეთი თბილია, როგორც მზის სხივები და მწვანე ისეთივე გრილია, როგორც სალათის ახალი ქორფა ფოთოლია. ფერები შეიძლება იყოს ესეთი ბაცი და სადა, როგორც მაგალითად თაგვის, ან მუქი და ესეთი მისტიური, როგორც მაგალითად ღამე არის. ზოგიერთი ფერი რაღაცნაირი უსიცოცხლო არის, როგორც მაგალითად წვიმიან დღეს, სადაც ყველაფერი ჟონავს და ნაცრისფერი. ზოგიერთი ფერი კი კაშკაშ არის და თვალების დახუჭვას მაწყებინებს. ნათელი კაშკაშა ფერები თითქოს ყურადღებას იპყრობენ ჩვენსას, როგორც მაგალითად სახანძრო მანქანებზე არის. ისეთივე აღმატკინებელია და ესეთი ენერგიის მომცემი, როგორც ქალაქში ნათურები, რომლებიც სიბნელის მერე ესე აინთებიან და ჩაქრებიან ხოლმე. ზოგჯერ ფერები ერთმანეთის გვერდით ისე არის ჩალაგებული, რომ ძალიან მკაფიოდ ჩანს და ნათლად, რომ ხაზები არის. მაგალითად, როგორც ხაზები არის ზებრას, თუმცა ზოგჯერ ძლივს შეიძლება გაარჩიო, რომელი ფერი წყდება და რომელი ფერი იწყებაო. აი შორს ოკეანე, სადაც ცას ეგებება, აი ასეთი ასე მაგრძნობინებს თავს. ყველგან ჩემს გარშემო ხედავ ფერებს. თბილ ფერებს და გრილ ფერებს, ნათელ ფერებს და ესეთი დაბურულ ფერებს, მკაფიო ფერებს და ცოტა დაბინძურებულ რაღაცნაირ ტალახიან ფერებს, ბედნიერ ფერებს და სევდიან ფერებს. მე ვხედავ სამყაროს როგორც ერთ დიდ ნახატს, რომელიც სავსე არის ხაზებით, ფორმებით და ფერებით, რომ ჩვენ ვუყუროთ, ვუცქიროთ და დავტკბეთ. თქვენც ხედავთ იმას, რასაც მე ვხედავ. დასასრული. დაკვირდით, ხო? ბუნებაში, სახლში მართლა ყველაფერს ფორმა აქვს. ზოგი წვრილი, ზოგი სქელი, ზოგი მოხრილი, ხო? ზოგი არ ვიცი, ზიგზაგისებრი ფერები, ფორმები, ხაზები. აბა თქვენ